პირველი სტუმარი ხატია დეკანოიძეა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი. ის გვერდება პირდაპირ ეთერში სასამართლოდან, სადაც ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმის განხილვა მიმდინარეობს. ხატია, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. რა განწყობას გიქმნით თქვენ ახლა ეს პროცესი, სადაც 8 ოპოზიციური ლიდერი არის ბრალდებული სახით და მათი უმეტესობა ახლა ერთ დარბაზში ესწრება ამ სხდომას. და თანაც ერთგვარი რაღაც დემონსტრაციული მეთოდებით მიმდინარეობს, როგორც შევატყეთ, იმიტომ რომ დარბაზი არის მცირე, მიუხედავად იმისა, რომ ინტერესი ამ პროცესისადმი არის დიდი და ყველა ვერ დაეტია, ასევე არის რაღაცნაირი მითითებები ბრალდებულების მიმართ, მაგალითად სააკაშვილს მოსთხოვა მოსამართლემ, რომ დამჯდარიყო, რატომ არ აძლევენ მოკლედ ზედმეტის უფლებას ბჭყალებში, რა თქმა უნდა, რატომ იქცევიან ასე დემონსტრაციულად ახლა ამ პროცესზე. თქვენი აზრით და თქვენ რა განცდას გიჩვენთ ეს პროცესი? მე ვფიქრობ, რომ ეს არის მართლა ძალიან სასირცხვილო, რაც ახლა ხდება საქართველოს ეგრეთ წოდებულ სასამართლოში, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერის დევნა, ყველა ადამიანის დევნა, ეს არის სუსტი ხელისუფლების, უბრალოდ ძალაუფლების გამომხატველი, იმიტომ რომ აი ჩვენს მეგობრებს ტელემაყურებელს მინდა ყველას უთხრა და მათ შორის ქართულ ოცნების წარმომადგენლებსაც და მხარდამჭერებსაც, რომ ძლიერი ძალაუფლება თუ ძლიერი ავტოკრატია ის საკუთარ ოპონენტებს ციხეში არ კეტავს და განსაკუთრებით იმ ძალიან აბსურდული ბრალისთვის, რა ბრალის ახლა წაყენებული აქვს ჩემ მეგობრებს. წარმოუდგენელია, ანუ ესე იგი თვითონ რუსეთის ტრაექტორიაზე მოსიარულე ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ქვეყანა მოაქცია იზოლაციაში, რომელმაც ქვეყანა გადააქცია მართლაც არ ვიცი ომისკენ მიმავალ ქვეყნად და ჩვენ ვხედავთ რა ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, რამდენად გახსნილია ეკონომიკური და მშვიდობის მართლაც კონსოლიდაციის შესაძლებლობები ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს გულისხმობ, აი ამ წუთას საქართველოში ზუსტად ეს ადამიანები დასვეს სასამართლოს სკამზე იმისთვის, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები უბრალოდ გვესაუბრებიან და გვესაუბრებიან ქართველი ხალხის ინტერესებზე. სიმართლე გითხრათ, მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში და ბოლო პერიოდის ეს ყველა მაჩვენებელი ამას ადასტურებს, თვითონ ავტოკრატიის განმტკიცებისთვის ავტოკრატიას სჭირდება მუდმივი რაღაც, ასე ვთქვათ, რბოლა, მათ შორის კანონები, ტროტუარზე ადამიანების დაჭერით, ოპოზიციური პარტიების ლიდერების დევნით, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ ხო ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არ არის ის რისი, ვთქვათ, რისი იმედიც აქვს ძალაუფლებას, ივანიშვილის ოცნებას. ნებისმიერ შემთხვევაში მანამდეც ოპოზიციური პარტიის ლიდერები ციხეში იყვნენ, ასევე ძალიან დიდი ხანია ციხეში მიხეილ სააკაშვილი და ზოგადად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ძლიერად აღიქვავს თავს ძალაუფლება, მაშინ იგი ადამიანებს, ოპონენტებს ციხეში არ სწავს. ამიტომ ყოველი ახალი რეპრესიული კანონი, ყოველი ახალი სასამართლო, ყოველი ახალი ესეთი გადაწყვეტილება რეპრესიული ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს, რომ ისინი თავს გრძნობენ რაღაცნაირად მოსუსტებულას და სწორედ ამიტომ ფიქრობენ, რომ ესეთი სანახაობები, ესეთი ადამიანის დევნა, პოლიტიკური პარტიების ლიდერების მიმართ რეპრესიების გამოცხადება, ეხლა უკაცრავად კობახიძე და ივანიშვილი გვესაუბრებიან საბოტაჟზე და ქვეყნის გალავანზე, რომელსაც სანქციები აქვს დაწესებული რუსეთთან ურთიერთობის და თანამშრომლობის გამო და კიდევ უფრო მეტი, სწორედ ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ქალტოსოფო ივანიშვილის გადაწყვეტილებით ეხლა სანქციებში ხდება რუსული ნავთობის ვაჭრობის კონტექსტში საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პორტი. წარმოიდგინეთ და ყურების ტერმინალს გულისხმობ, მე ამაზე ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობ, ამ საფრთხეზე ვაფრთხილებდი ყველას და ევროკავშირის ბოლო პაკეტში შესაძლებელია ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პორტი მოექცეს სანქციების ქვეშ. აი ეს ადამიანები საქართველოს პროდასალური ძალების ლიდერებს, ადამიანებს, ვინც ნამდვილად ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენ ყველას, ანუ რა გააკეთეს ახლა ზურამ დაუშვათ გიორგი ვაშაძემ ისეთი, რაც საქმეში არაფერი არ არის, რაცაც მე არ ვაკეთებ მთელი ამ წლების განმავლობაში. ერთგვარად ზედმეტ აქტიურ კომუნიკაციას უთვლის საბოტაჟად, ხო, საერთაშორისო პარტნიორებთან. ხო, მათ
ჰქონდათ კომუნიკაცია ამ ფონზე, აი თავიანთი კომუნიკაცია, მაგალითად პარტნიორებთან ახლა ამბობენ, რომ დაელოდებიან რამდენ ხანსაც საჭიროა, როდესაც ამერიკა ბოლოს და ბოლოს გადაწყვეტს, რომ ახალი ფურცლიდან განაახლოს მათთან ურთიერთობა. როგორ გამოიყურება, ანუ ქვეყანა, რომელიც რეგიონის წამყვანი ქვეყანა იყო, ახლა ვნახეთ, რომ ფაქტობრივად ჩაანაცვლა სომხეთმა, იმიტომ რომ ის ეკონომიკური განვითარების მთავარ საყრდენად განიხილება, როგორც ჩანს ახლა უკვე რეგიონში. როგორ გამოიყურება ქართული ოცნების კომუნიკაცია, შეიძლება ვთქვათ ყოფილ პარტნიორებთან, არ ვიცი, სამწუხარო ტერმინია. წარმოიდგინეთ ეს ადამიანები, ვინც საქართველოს მოაქცია იზოლაციაში და საქართველოს სასიცოცხლო ინფრასტრუქტურა შეიძლება დაასანქცირონ იმის გამო, რომ ისინი რუსეთთან ძალიან აქტიურ კომუნიკაციაში არიან. ადამიანები, ვისაც და ბიძინა ივანიშვილი, ვისაც წლების განმავლობაში რუსეთის აგენტი ყავდა ხელისუფლებაში და ძალიან კარგად თანამშრომლობდნენ ფარცხალაძესთან, ადამიანთან, რომელიც შეკვეთილი მკვლელობის ბანდიტი, მკვლელი, აი ზუსტად ეს ბრალდება აქვს და ამ ბრალდება წარუდგინეს ჩვენი წლების საუბრის მიუხედავად, ესეთი ადამიანები ქვეყნის პროდასალური პარტიების წარმომადგენელს მართლა სვავენ ესე საბრალდებო სკამზე. კიდევ ვიმეორებ და მე შემიძლია ხმამაღლა ეს თქვა, რაც არ უნდა სისხლის სამართლის ახალ კოდექსში რაღაც ჩაწერონ ეს მუხლი, ეს არის არალეგიტიმური ხელისუფლება. იგივეს ვაკეთებთ ყველა ძალიან ბევრი ადამიანი მე პირადად ჩემ თავზე ვიტყვით, რომ რა თქმა უნდა მე მაქვს კომუნიკაცია ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, იმიტომ რომ ეს არის ქართველი ხალხის ინტერესის გამოხატვა. რა თქმა უნდა ყველა ნაბიჯი, რომელსაც დგავს ანტისახელმწიფოებრივ პირველ რიგში ქართული ოცნების ეს წარმომადგენლობა პროქსები ბიძინა ივანიშვილის ეს მივა აუცილებლად ყველასთან და მივა იმიტომ რომ ზუსტად დასანქცირდეს ივანიშვილი და მისი ეს პროქსები წარმომადგენლები რომლებიც არაფერს არ წარმოადგენენ და პოლიტიკური არარაობები არიან ამიტომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა თითქოს მათი სიძლიერის გამოხატულება ამ დროს ვერც ერთი ადამიანი ვერ გატეხეს ვერც ერთი ადამიანი ვერ თქვა პოლიტიკურ ლიდერებზე და სინდისის პატიმრებზე მაქვს საუბარი ვერც ერთ ადამიანს ვერაფერი ვერ ათქმევინეს იმის გარდა რომ მათ გამოავლინეს მედეგობა და ყველაზე მნიშვნელოვანი არავინ არ აპირებს ამ ქვეყნის დატოვებას რუსებისთვის ეს უნდა იყოს ძალიან კონკრეტული ყველასთვის გზავნილი რომ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან ვინც საქართველოს იცავდა წლების განმავლობაში ვინც საქართველოს სუვერენიტეტს იცავდა ვინც საქართველოს ეხმარებოდა ქართულ ხალხს ეხმარებოდა ჩვენი ამერიკელი მეგობრები ჩვენი ევროკავშირის მეგობრები და ჩვენ გავაგრძელებთ ყველანაირი ხერხით ბრძოლას იმისთვის რომ ნამდვილად საქართველო გახდეს ევროპის კავშირში. დიახ, თუ ამისთვის და ამისთვის მე ვფიქრობ საჭიროა რომ ივანიშვილის ფინანსური რესურსები შეიზღუდოს და ნამდვილად დასანქცირდეს პრაქტიკულად ყველა პროქსი წარმომადგენელი ოცნების ამისთვისაც მე პირადად ყველაფერს ვაკეთებ და ყველაფერს გავაკეთებ. ეს მე ვერ შემაჩერებს რომ რაღაცნაირად ჩემი მეგობრების წინააღმდეგ ესეთი ხმავა მოღებული აბსურდული სასაცილო ბრალი მოიგონეს. ეხლა და არაფერი საქმეში საერთოდ არ წერია. ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით და ეს არ არის საქმე, ეს არის უბრალოდ ფარსი ერთ-ერთი და ჩვენ ამ ფარს უყურებთ მრავალი წლის განმავლობაში. ანუ გავიხსენოთ 150 მილიონი მოსტაცეს, რა ვიცი, ლილუაშვილმა, ღარიბაშვილმა მოიპარეს ბავშვების ფული და ჯარის ფული და რამდენად დიდი კორუფციულ მასშტაბებზეა საუბარი და ფარცხალაძე საერთოდ რუსეთის აგენტი იყო და ამ დროს ადამიანები ვინც მართლა პროდასალურ ასე ვთქვათ პარტიებს აწყობდნენ ადამიანებთან კონტაქტობდნენ არჩევნები მოიგეს ესეთი ადამიანები გადაწყვიტეს ახლა თავისი რაღაცა ამ მოგონილი ბრალდებით კიდევ უფრო დაუმძიმონ ამიტომ მე ვფიქრობ რომ ეს არის მხოლოდ მათი სისუსტის გამოვლინება რასაც ისინი ფიქრობენ რომ სიძლიერით ჩაეთვლებათ საკუთარ ამორჩევლოთა პირველ რიგში, მაგრამ ესე არ არის, იმიტომ რომ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ სასამართლო პროცესების მიღმა ადამიანებს შეათ, ფასები აღრჩობს ადამიანებს. ადამიანებს არ აქვს ელემენტარული შესაძლებლობა, რომ რა თქმა უნდა, მათ გამოყვებონ ოჯახები და ხა არ ვიცი, ციხეში არიან, ნიკას გუში მეოთხე ბრალი წარუდგინეს, ელენე რისთვის არის საერთოდ ციხეში, ჩემთვის გაუგებარია. საერთოდ გაუგებარია რისთვის არის ციხეში. იმიტომ რომ რაღაცა ფლომასტერი გამოიყენა და მე ეს ფლომასტერი რომ დალუქონ მაშინ, როდესაც ადამიანებს წამლავენ, ხო, ქიმიური იარაღით, ქიმიური ნივთიერებით. ამიტომ ესეც მხოლოდ და მხოლოდ კეთდება და იმისთვის აკეთებენ ამ ყველაფერს, რომ მათი წარმოსახვით, მათ მომხრეებშივე გააჩინონ რაღაცნაირად კონსოლიდაციის განცდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი გადავა
ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ერთიანობა, თანხმობა, ძალიან მნიშვნელოვანია პროდესალური სპექტრის საზოგადოების გაერთიანება, ნამდვილად ადამიანებთან კომუნიკაცია, ამისკენ მიდის ოპოზიცია, მიდის საზოგადოება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება რეალურად რაღაცა შავი სიზმარი და ლაქა საქართველოს უახლეს ისტორიაში. როდესაც ბიძინა ივანიშვილი ჩამოცილდება ამ ძალაუფლებას და პოლიტიკურ მმართველობას ამ ქვეყანაში, გაცილებით უფრო სხვა ჰორიზონტი იქნება.